ის შეყოლები გაგზავნილია ის ყველაფერი ალუა მაგისტრის რაჩენ გააკეთა საჩეხება იმდაათეს სამეთო მაშინით სიახლა ხალხზე აი ჩავა მაშინ უნდა ვატუშტე გამოვიტანა დაგირეკა უნდა გადავიკეთოს ჩამოვაკეთე ჩამოვა გამოვალი კიდე დაგირეკა არა ბათუმში საქმე მაქვს და დამირეკე შენ რო იქნება და ჩამოვალ დავი ბათუმი როდის მიდიხარ ამ ვაპირებ დასვას ზღია და ის არაფერი მიხედავ საკოლაფერს გამოვიქეჩებით რა შენი ვიცი რომ მოდი დავიძებოდი მაშინ გავაკეთე პოსტურა გავაკეთე რომ ვიცოდე რომ ნახავი რომ გავაკეთე ну მაგას გეტყვი მე რა ეხლა უბრალოდ მაგის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015-16 წლებში ქალაქ ოზურგეთის მერიამ შპს პირამიდა საქართველოს ფილიალთან გააფორმა ხელშეკრულებები ქალაქ ოზურგეთის დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაციისა და მდინარე ბჟუჟის ნაპირსამაგრის სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით. აღნიშნულმა კომპანიამ ვერ შეძლო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოების დასრულება, რის გამოც დღის წესრიგში დადგა მასთან ხელშეკრულებების შეწყვეტის საკითხი. ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე შეხვდა შპს პირამიდას საქართველოს ფილიალის ტექნიკურ მენეჯერს და თავისი თანამდებობის გამოყენებით დაპირდა ზემოსθენებული ხელშეკრულებების ვადების გაგრძელებას და უკვე შესრულებულ სამუშაოებზე მისაღები დაახლოებით 150,000 ლარის ჩარიცხვას, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა და აიღო ფულადი თანხა 50,000 ლარის ოდენობით. რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს საქართველოს სისხლის ამორთლის კოდექსის 328 მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით.